საღამო მშვიდობის ყველას, მოვედი ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოვედი მეგობრებო, მოვედი. ვიგვიანებ, მაგრამ მაინც მოვედი. აბა როგორ ვართ? როგორ მიდის ჩვენი დღეები? აბა როგორ მიდის ჩვენი დღეები? როგორ ვართ? საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, საბოლოო ნაბიჯი რა იქნება? ლიკუნა რა იყო ეხლა? მე კითხვებზე პასუხი მაქვს? გოგო, რა დღეში გაქვს ნერვები? მეგობრებო, 25,000 ლაიქზე თუ კი ავალთ, არ შეგვეშლება ხელი სეანსის დროს. ვინც ვიყავით წინა სეანსზე, გვახსოვს, რომ საერთოდ ხარვეზების გარეშე ჩავატარეთ, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რომ ცოტა ლაიქებში წამეხმაროთ. გაიხარეთ, ამას არ დაგამადლით. სიცილი და ღიმილი და ცეკვა თამაში ჩვენია. კი ბატონო. კი მეგობრებო, მეც მაგისთვის ვარ აქ, რომ თქვენს გასიამოვნოთ იმით, ვითაც შემიძლია. ამიტომ პრობლემა არა, ერთადერთი რასაც ვითხოვ თქვენგან, არ მოვითხოვ, ვითხოვ თქვენგან ლაიქები. რომ ლაივი არ შეგვიწყდეს, არ მაქვს კითხვაზე პასუხი. საღამო მშვიდობის მორგანა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. ძალიან მეიმედებით. უბრალოდ ლაიქები, იმიტომ რომ TikTok-ი ითხოვს და იმიტომ გვიწყვიტავს თურმე ლაივს, რომ არასაკმარისი ლაიქები გვაქვს. შეძლების და გვარად ჩემო ძვირფასებო. კითხვა პასუხის გარეშე, რა თქმა უნდა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და ძალიან მიყვარხართ. ესეთი ერთ-ერთი სასწაული ბლოკნოტი მაქვს. მეგობრებო, ბოცო და გვანცა თუ გახსოვთ, ესეთი ჟურნალი გქონდა საქართველოში, ბოცო და გვანცა. აი ისეთი ილუსტრაციებია შიგნით. ხა. თუ სურვილი გაქვთ, გაჩვენებთ. საჯარო გაშლა გვექნება ტუმბოჩკაზე. მაბადიეთ ხუმრობისთვის. არ ვიცი რაზე გვექნება თემა დღეს. შევარჩიოთ რაიმე მეგობრებო. შევარჩიოთ. ანა მარია. მიტევეთ ესეთი ხუმრობებისთვის მეგობრებო. ნუ რა ვქნა, თქვენთან ხუმრობ, სხვასთან არა. ყველასთან ვერცი ხუმრობთ, ხო ვიცით? თქვენთან ხუმრობა შეიძლება. რასაც გვეტყვის ტარო. ტარო რომ გეუბნება, იმას არ ითვალისწინებ და მაგას გეითვალისწინებ შენ. ანა მარია. ტარო რომ გეუბნება, იმას შენ არ ითვალისწინებ. და მაგი გინდა მაინდა-მაინც გეითვალისწინო? შარო, საიდან მოდიხარ? ასუყურე. ხო თქვი სიმართლე. ხოლო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ხოლო სიმართლე და არაფერი. ეხლა მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ ჩემი ესეთი ნოუთბუქი. სასამართლოზე ვარ.
ხა სადაური ვარ და იქაური იქიდან მე ძალიან ბევრი კუთხიდან ვარ წარმოშობი ძალიან ბევრი სისხლი მირევია მეგობრებო ნუ რა ვქნათ იმერელის მეგრელის გურულის და აჭარაში დაბადებული და გაზრდილი ვარ ჭო ხო მეგობრებო საღამო მშვიდობის ყველას უკლებლივ მეგობრებო მოგესალმებით ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩემი ესეთი ნოუთბუქი მაგრამ ყდა რა ბოლოში მოძრა მეგობრებო ნახეთ ეხლა როგორია ყველაფერია შეთ ილუსტრაციები როგორ გაჩვენოთ ეხლა აჰა ნახეთ ბოცო და გვანცა ხო გახსოვთ მეგობრებო ბოცო და გვანცა ხო აი ზუსტად ისეთი ვარიანტია აი ნახეთ აი ბოცოია და გვანცაია ხო ვანთ იტალიური ბოცო და გვანცაა მეგობრებო აბატონო მეგობრებო აბატონო ხო კიდე მაქვს მეორე რომელიც იმაში კიდე უფრო სხვანაირი რაღაცები ხატია ხო აგერ არ ვინახავ კაცო რატო ვინახავ ამაში უნდა ჩავწერო ხო ჩვენი საჯარო თემები ეს ეხლა გადმოვიღე ჩვენ დღეს ბებია ჩემი იყო ისე მასეთი კი დიდი ბები ამყავდა მასეთი მამის ბებია ყველაფერს ინახავდა ხო ნუ რა ვქნათ ახლა ანა მარია ნახე რა წერია ატაკალი ტუტი ხა ვახედა აბა რა ვქნათ ახლა ამას მე და შენ მივხვდებით ახლა სხვა ვერა აბა რა ჩემო ძვირფასებო ველოდები ლაიქებს ჩემო მეგობრებო და დავიწყებ საჯარო ლაივს სეანს დავიწყებ საჯარო ლაივს დავიწყებ აი კიდევ რა ხატია ავოიე ლომია უცნაური მე მგონი ლომია ეხლა თუ ფიქრობს ვინმე მათგანი რა გვინდა ვაი რომ გვაჩვენებსო დრო რაღაცით ხომ უნდა გევიყვანო წავიდა ხალისი რა თქმა უნდა მეგობრებო ასია საქმე დღევანდელი ჩვენი ლაივი რაზე იქნება არ ვიცი შეგიძლიათ მომაწოდოთ იდეა და გავითვალისწინებ გაიხარეთ მეგობრებო მტრებზე კი ბატონო საინტერესოა მტრებიც მოვიხსენიოთ ერთი რა ხდება მათთან მოვიკითხოთ გულზე როდის გასკდნენ ბოლოს ჩვენზე შურით საინტერესოა მტრები კიდევ ბუმერანგი მაგას ისედაც იტყვის ბუმერანგს მტრებთან ერთად ვიკამ რა დაწერა რაც გვეტყოდა ეგო რომ უშვებდეს
ყველაფერი უაზოზეა. მაგაზეც გინდა ლიკა ახლოს რომ იყოს გავგლიჯავდიო? მაგიც გავითვალისწინოთ კითხვაში? დაგვინახე რა გინდა ჩემი დანახვა? ესენია. მე აქ ვინმეს მოსაწონად არ ვარ, მეგობრებო. მე აქ ჩემს საქმეს ვაკეთებ, დანარჩენი არა საჭიროა. ისე არც ისეთი შეუხედავი ვარ, რომ იცოდეთ. ხო. კითხვაზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო. ხო, მე შენი სახელი მომწონს. ესენია, კინო გადიოდა ესეთი ბოშების კინო. ძალიან მომწონს მაგი ფილმი, ნაყურები მაქვს. მეგობრებო, სულ ცოტაც, ლაიქები. უმორჩილესად გთხოვთ. ტომი და ჯერი ხო, მარტო ფეხები რო ჩანდა, სულ. მეტის გამოჩენა აქ არაა საჭირო, მეგობრებო. არაა საჭიროა. არ ვიცი ოდესმე იქნებ ვიფიქრო, მაგრამ ამ გადასახედიდან არა. მარტო ხელებით შეგიძლიათ დაატკბეთ. ხელები ჟესტით. აიტყვი შენ ანავარია. სამირვიანი ისე ხომ არ გიცნობ, რა ვთქვა მარა. სამირვიანი რატო გიწერია სახელი რა გქვია? არა, იყვეს. არაფერს არ აშავებს ადამიანი, რა გინდა გოგო? ჩემო ძვირფასებო, ვისაც გსურთ პირადი გაშლები და გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჩემს გვერდზე გადმოხვიდეთ აქვე და კონკრეტულად მომწეროთ, რა გაინტერესებთ და კონკრეტულად გაგცემთ პასუხს. ბიჭი ხარ თუ გოგო? ხო. სამირვიანი ბიჭი ხარ თუ გოგო? დავით, ეს რა იყო ეხლა? ორგანა უღრმესი მადლობა. კი, შენ გეკითხებით. ბიჭი ხარ თუ გოგო? დავითმა დაგიწერა.
დამასწრო დავითმა კითხვა, იმიტომ რომ მე ვიცი კითხვა ხოლმე ესეთი. ბიჭი ხარ თუ გოგო? ნაცმაცრა. მაგთი ალბათო. გადმორეკეს პონტია, ხო? რატოა ძნელი ცხოვრება, ანა მარია? ცხოვრება ყველაზე ადვილია. ადამიანური ცხოვრებით თუ ცხოვრობ, ყველაფერი ადვილია. რას ლაპარაკობ შენ? მოკლედ, მე ამდენ საუბარში დასტების მომზადება და მავიწყდა. ხო ხედავთ, მეგობრებო, თქვენთან საუბარი იმდენად სიამოვნებს, რომ დამავიწყდა დასტების ამოლაგება. სულ ცოტაც მეგობრებო და სულ ცოტაც და უკვე დავიწყებ. მოკლედ საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგან ჩემო ძვირფასებო და დავიწყოთ ახლა. კი, დავიწყებ უკვე. მადლობა თითოეული თითის დაკაკუნებით. აი ესე, ჩვენ რო ვიცით. მადლობა ყველას და დავიწყოთ ახლა ჩვენი დღევანდელი ლაივი. დავიწყებ თქვენი დახასიათებით. თუ ვინ ხართ, თქვენი ენერგიები მაინტერესებს და დავიწყებ თქვენით. ჯერ დავიწყებ თქვენით. თუ ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? მორგანა, უღრმესი მადლობა. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ. თქვენი ენერგიები, თქვენი სიგნიფიკაცია, ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ. ხო, იცით, ადამიანებს თქვენ ნამდვილ სახეს არაჩვენებთ იმას თუ როგორ ნერვიულობთ, თუ როგორ განიცდით, თუ როგორ შინაგანად როგორი დასტრესილები ხართ, მეგობრებო, ამას არავის არ აჩვენებთ. კიდევ თქვენი ენერგიები, აი ნახეთ უბრალოდ. ძალიან ამაყები ხართ, მეგობრებო, სიამაყე გააქვთ. ეს ყველაფერი მოგიტანათ წარსულმა ურთიერთობამ, აი ნახეთ უბრალოდ, წარსული ურთიერთობიდან, თუ რაღაც ურთიერთობიდან, ეხლა გავარკვევთ ეს წარსულია თუ მოქმედი ურთიერთობა არ ვიცი, მაგრამ ალბათ წარსული ურთიერთობიდან მოგყვებათ ეს დიდი სიამაყე, იმიტომ რომ თავი ძალიან ისე ამაყად გიჭირავთ, კი, თუმცა გული გაქვთ დამძიმებული და ამ გულის ტკივილს არავის არ აჩვენებთ. საუბრობთ საკუთარ თავთან და საუბრობთ იმაზე, თუ რა შეცდომები დაუშვით და სად გაქვთ დაშვებული შეცდომები. კიდევ თქვენი ენერგიები. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს თქვენს ფსიქოლოგიურ მოვლენებზე, იმიტომ რომ სიმართლეს ყოველთვის თვალებში უყურებთ, როგორც ჩანს ამ ბოლო დროს მაინც. ფიქრობთ, რომ ძალიან ერთხელაც ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა. და ეს იყო, რაც იყო, თუმცა მეორე შანსი გეძლევათ? ხო, მეგობრებო, თითქოს რაღაც შანსი გეძლევათ კიდე? ან შანს ითხოვთ სამყაროდან თუ რაღაც ესეთი? ხო, აი ნახეთ, მეორე შანსი გეძლევათ. წარსული ურთიერთობის შემდეგ გეძლევათ მეორე შანსი. ეს შანსი არის, ნახეთ, უყურეთ, როგორი ურთიერთობისთვის, ალბათ სამყარო გამზადებთ ურთიერთობისთვის, რომელიც არის soulmate, თქვენი მეორე ნახევარი, აი ზუსტად თქვენნაირი ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის თქვენი, ან ადამიანი, რომელთანაც გექნებათ თვალებით საუბარი, მოდი ასე ვიტყვი. ეს იქნება ისეთი ურთიერთობა, სადაც იქნება მეგობრობა, ან ეს ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით, ან უკვე დაიწყო მეგობრობით, ხო, ან რაღაც ასეთი მსგავსი, დაიწყება მეგობრობით. მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ზოგიერთებთან შეიძლება დაწყებულია, ან ზოგთან დაიწყება, კიდევ მეგობრება, ხო, თქვენი ენერგიები.
თითქოს ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ამის კი, მაგრამ ამ ყველაფერს არავის არ აჩვენებთ. ეს ყველაფერი არის ისეთ ფორმატში, რომ არავის არ ეუბნებით. ამ სიტუაციას თქვენს ცხოვრებას არავის არ ეუბნებით. ნახეთ, პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. იქნებ ზოგიერთები გეკითხებათ კიდეც, მაგრამ თქვენ არაფერს არ ამბობთ. კრაინიეს ძირჟანიო რო იტყვიან, აი უსიტყვოდ, აი ქვა ხართ, გაუტეხელი, არაფერს აღარ ამბობთ. ხო, მე აქ ვხედავ კიდევ საკუთარ თავთან ბოდიშის მოხდას და სიტუაციის მიღებას, გაშვებას და სამყაროსთვის მინდობას სავარაუდოდ. და თქვენ მიიღწვით თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის, რომლის ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, კიდევ თქვენი ენერგიები. წარსულში გქონდათ მაგიები, აქ იყო მიტოვება, თქვენი მიტოვება, თუმცა შეიძლება მოდით საკუთარ თავს მიტოვებულად, გადაგდებულად, მიგდებულად მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, თუმცა დასტები გეუბნებათ, რომ ეს იყო მაგიური ჩარევა, სადაც იყო ძალიან დიდი ტკივილი იყო აქ, თითქმის სიკვდილის ტოლფასი, კი ნახეთ ქვემოდან, იქნებ ვინმე სიკვდილის გდომები ადგინატრიათ, მაგრამ იმდენად ხელფეხშეკრული იყავით, რომ არც მაგის უფლება მოგცათ უფალმა, რომ საკუთარი თავისთვის რაიმე დაგეშავებინათ. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ხო. მაგრამ გამოხვედით ამ სიტუაციიდან. კი, ეს დარჩა წარსულში. ეხლა მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან როგორი სურათია. ეხლა ამ თქვენს წარსულ ცხოვრებას უყურე, ორი კარტი ამოვიდა.